ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო. დღეს საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა შეესწავლათ და დაეკითხათ შესაბამისი მოწმეები. სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ლაზარეს მეგობრები იყვნენ შეკრებილები. რატომ გადაიდო სხდომა და როდის განახდება პროცესი, ვრცლად უკვე ნინუცა კეკელია მოგუყვება. მიშა ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები ელოდნენ კიდეც დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადებას, რადგანაც ბოლო 10 თვის გამოცდილებით ისინი ფიქრობენ, რომ სასამართლო გამოძიება და სასამართლო ხელს უწყობს ამაში, ყველაფერს აკეთებს, რათა გაჭიანურდეს ეს პროცესები, ეს არის ხელისუფლების დაკვეთა, ასე ფიქრობენ გრიგორიადისის ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც. დღეს დაცვის მხარის მოწმეები უნდა გამოკითხულიყვნენ სასამართლო პროცესზე, თუმცა ლაზარე გრიგორიადისმა თავად მიმართათ ადვოკატებს და სთხოვა, რომ ეშუამდგომლად მოსამართლესთან და ეს გამოკითხვა არ შემდგარიყო, რადგანაც აღარ გაჭიანურებულიყო მეტად პროცესი და მოსამართლეს დროულად მიეღო გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც მოწმეთა გამოკითხვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა და მიმართეს მოსამართლეს, დადგა უკვე ბრალდების მხარის ჯერი, რომელსაც დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოედგინა დღევანდელ პროცესზე, თუმცა პროკურორმა განაცხადა, რომ რადგანაც დაცვის მხარის მოწმეების გამოსაკითხად იყვნენ მზად, ამიტომ დასკვნითი სიტყვა არ ჰქონდათ მომზადებული, რის შემდეგაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და პროცესი გადაიდო. რაც შეეხება შემდეგ პროცესის, ჩანიშნულია უკვე 26 თებერვალს ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებიც და ადვოკატებიც ელიან, რომ მოსამართლე გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგანაც ეს საქმე სრულად არის პოლიტიზირებული და ერთადერთი განაჩენი, რომელიც დადგება, არის გამამტყუნებელი. ამის შემდეგ უკვე შემდეგი პროცედურა იგეგმება. მეორე დღესვე უფლებადამცველებს და ბრალდებულს აქვთ უფლება, რომ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და ამის შემდეგ უკვე ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, შეიწყალებს თუ არა 8 მარტის აქციის მონაწილეს და პატიმრობაში მყოფ ლაზარე გრიგორიადის. 10 თვეა მიმდინარეობს და არაფერი დამადასტურებული ველი არ არსებობს, რომ ლაზარე დამნაშავეა ამ საქმეში, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი. დადგება თუ არა განაჩენი, ეგრევე მიმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე. როგორც ადვოკატებმა მითხრეს, მნიშვნელოვანი საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენ დაკითხვას ამ შემთხვევაში როში რომ მოვიგოთ, რახან ჩვენ დაცვის მხარის მოწმეები არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მოწმეები არ დაეკითხა. დაცვის მხარეს უნდა დაეკითხა შესაბამისი მოწმეები, თუმცა ბრალდებულთან სათანადო კონსულტაციის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დასაკითხ პირთა სიიდან მოგვეხსნა მითითებული პიროვნებები. რაც შეეხება შემდგომ თარიღს, ჩაინიშნა ოფიციალურად პროცესი თებერვლის თვეში, უკვე ვასრულებთ მხარეები დასკვნითი სიტყვებით საქმეს. ბოლოდინ ჩვენ თავიდანვე არ ქონდა გამომართლებელი განაჩენის, ისე წარიმართა სასამართლო პროცესები, გამოძიება არაობიექტურად რო არ ქონდა, არც ახლა არ გვაქვს გამომართლებელი განაჩენის იმედი, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს. როგორც ბოლო 10 თვის მანძილზე ყველა სასამართლო პროცესზე, ლაზარე გრიგორიადისის დღევანდელ პროცესზე შეიკრიბნენ საქალაქო სასამართლოში მისი მეგობრები, 8 მარტის აქციის მონაწილეები, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე არ არის ერთი კონკრეტული აქტივისტის და მოქალაქის საქმე, ეს არის ხელისუფლების მხრიდან მკაცრი და კონკრეტული გზავნილი ყველა აქტივისტის მიმართ და ყველა ახალგაზრდის მიმართ, ვინც დააპირებს ამ ქვეყანაში პროტესტოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მიღებული კანონი ან ნებისმიერი რამ, რაც არ შედის მართველი გუნდის ინტერესებში, ეს არის გამაფრთხილებელი გზავნილი, რომ ყველა მათგანი აღმოჩნდება ლაზარე გრიგორიადისის მსგავსად საბრალდებო სკამზე. სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა უკვე შეიმუშავეს პეტიცია, რათა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი და მათაც ჩვენი ეთერის საშუალებით ეს მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ კიდევ ერთხელ გააშღერეს.
მე არ ვიცი როგორ იქნება განაჩენი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან სასამართლოში განაჩენი არც საქმის მასალების მიხედვით მიიღება და არც სასამართლო პროცესზე მიიღება და არც მოსამართლის მიხედვით მიიღება. ამიტომ არ ვიცი რა განაჩენი იქნება, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გავლენის მომხდარ ფაქტორებზე. არის მარტო პოლიციის ჩვენებები, რომლებიც არადამაჯერებელია. სხვა არ არსებობს არც ვიდეო კადრები, რომელშიც მათივე ექსპერტიც დაადასტურებდა რომ ლაზარია, ესეთი არაფერი არ არსებობს საქმეში. ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომელსაც ადამიანები ენდობიან და არათუ ენდობიან, არამედ დადიან და მონაწილეობენ, იმიტომ რომ თვალ მართალი გაითქვეს და დღევანდელი სასამართლო შეუძლებელია, ეს არაფერთან არ ასოცირდება და არ აკავშირდება, ეს არ არის თემიდა და ეს არ არის სამართალი. ამიტომ დღევანდელი სასამართლო ვერ გაასამართლებს ვერც ლაზარე გრიგორიადის, ვერც დავით ჩხობაძის და ვერავის, იმიტომ რომ მას არ აქვს ძობა და ლეგიტიმაცია. 8-9 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილე, აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი უკვე 10 თვეა იმყოფება პატიმრობაში და ის ელოდება სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას. 10 თვის მანძილზე მისი ოჯახიც და თავად ბრალდებულიც ითხოვენ, რომ დროულად მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. 26 თებერვალს არის ჩანიშნული მორიგიის სასამართლოს სხდომა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. მას შემდეგ რაც მოისმენთ როგორც დაცვის მხარის, როგორც ბრალდებულის, ასევე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს, როგორ განვითარდება ეს პროცესი ჯერ უცნობია, არ გამორიცხავენ უფლებადამცველები, რომ კიდევ ერთხელ გადაიდოს პროცესი და ერთადერთი გზა, რადგანაც ელიან, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, უკვე არის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ გამოსცეს მან შეწყალების აქტი ლაზარე გრიგორიადისის სასარგებლოდ.